ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის გარემოცვის წევრების დაკავება გრძელდება. $1,300,000-ზე მეტის მითვისების ფაქტზე პროკურატურამ სუსის ყოფილ უფროსთან დაკავშირებულ პირს კობა ხუნდაძეს ბრალი წარუდგინა. ექს-პრემიერის სუსის ყოფილი ხელმძღვანელისა და ყოფილი გენპროკურორის სახლების შხრეკისა და მათი სახლებიდან $7 მილიონზე მეტი ამოღების მიუხედავად პროკურატურას მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია. პირველი კადრები გელათის ტაძრის შიდა სივრციდან ვრცელდება ვიდეო, რა მდგომარეობაშია ისტორიული მონასტერი, რომლის რესტავრაციაც წლებია მიმდინარეობს. ამ პერიოდის მანძილზე ტაძარში უნიკალური ფრესკები დაზიანდა. ლევან იოსელიანის ხელფასი 14,400 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. კანონის მიხედვით სახალხო დამცველის ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ანა ზღაურებას უნდა უტოლდებოდეს. ნორვეგიისგან უკრაინა $150 მილიონი ენერგეტიკულ მხარდაჭერას მიიღებს. ძალიან მადლიერები ვართ ნორვეგიელი ხალხი. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები ამ სისტემისთვის. ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.